მე ახლა გეტყვით იმასაც არავის უთქვამს თქვენთვის გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული დიპლომატი ან დიპლომატად წოდებული მაკა ბოჭორიშვილი თბილისში მყოფ ირაკლი კობახიძეს დაუკავშირდა. თავად ბოჭორიშვილი გრძანდებოდა კიშინიოვში, მოლდოვაში და იქ კოლეგებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავდა, მაგრამ ეს არ არის ახლა უმნიშვნელოვანესი, ჯერ გიამბობთ ამბავს, რასთან დაკავშირებით დაუკავშირდა ბოჭორიშვილი კობახიძეს. ბოჭორიშვილმა კობახიძეს უთხრა დაახლოებით შემდეგი წინადადება 36 ქვეყანა ან ქვეყნებს უკვე შემდგომ ჩამოგისახელებთ. აპირებს რუსეთის ომის დანაშაულების წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას სულ 36 ქვეყანაა და უნდა შეუერთდეს თუ არა შენ პრემიერო მე მინისტრი გეკითხები უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო ამ ქვეყნებს. ირაკლი კობახიძე იყო რა ყურბილი. უპასუხა რა მაკა ბოჭორიშვილს, ითხოვა დრო და დაახლოებით 9 საათი 40 წუთის 45 წუთის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებოდა ბიზინა ივანიშვილს. ბიზინა ივანიშვილის გარეშე ვერც დადებით და ვერც უარყოფით გადაწყვეტილებას, ვერც პოზიტიურ და ვერც ნეგატიურ გადაწყვეტილებას ირაკლი კობახიძე ვერ მიიღებდა. ივანიშვილს კობახიძე დაუკავშირდა დაახლოებით ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით 40-45 წუთში და ბიზინა ივანიშვილმა რასაკვირველია აკრძალა. პირდაპირ მნიშვნელობით აკრძალა, თქვა რომ არავითარ შემთხვევაში საქართველოს ამგვარ რეზოლუციას არ უნდა მიუერთდეს და საერთოდ რა ჯანდაბა უნდა მაკა ბოჭორიშვილს კიშინიოვშიო. ამასთან დაკავშირებით საყვედურიც კი უთხრა პრემიერად რომ მუშაობს იმ ირაკლი კობახიძეს. შესაბამისად კობახიძე მოისმინა საყვედური, დაუკავშირდა იქით მაკა ბოჭორიშვილს. მაკა ბოჭორიშვილმა სპეციალური ტრიბუნალის თაობაზე, შექმნის თაობაზე დოკუმენტ რეზოლუციას ხელი არ მოაწერა. შესაბამისად საქართველოს ევროპულ 4 ქვეყანასთან ერთად იგულისხმება ბულგარეთი, უნგრეთი, მალტა და სლოვაკეთი არის იმ ქვეყანათა სიაში, რიგში, ვინც ხელი არ მოაწერა ამგვარი ტრიბუნალის შექმნის აუცილებლობის თაობაზე დოკუმენტს, მაგრამ სამაგიეროდ მოაწერა ხელი ძალიან ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ და კიდევ ავსტრალიამ და კოსტა-რიკამ. ეს ევროპული სახელმწიფოებია: ანდორა, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, რასაკვირველია და გაერთიანებული სამეფო, რომელიც ისიც თქვენ რომ ევროკავშირის სივრცის ნაწილი არც არის. ეს უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად იმისა, რაც იზამს მომავალში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, ეს გადაწყვეტილება ამუშავდება უბრალოდ რეალურად ხორჩესხმული იქნება და ამგვარი ტრიბუნალი უნდა ეს ბიზინა ივანიშვილს თუ არ უნდა აცნობიერებს თუ არა მისი შექმნის აუცილებლობას. ამგვარი ტრიბუნალი რასაკვირველია შექმნილი იქნება, მათ შორის იმიტომ რომ რუსეთი აგრძელებს ჯოჯოხეთურობს უკრაინის წინააღმდეგ. მეცაც გეტყვით, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთი განიხილავს გეგმას ნატოს წევრ ქვეყნებზე ბელარუსიდან თავდასხმის თაობაზე. ზელენსკი ამ განცხადებას ავრცელებს და რამდენადაც ხვდები არ აკონკრეტებს, მაგრამ მე დაგიკონკრეტებ, ლაპარაკია ლიეტვის და პოლონეთის წინააღმდეგ თავდასხმაზე. მე მაინც მგონია რომ რუსეთს ამის ძალა და უნარი არ ექნება რომ სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს სუვალკის დერეფანის მიმართულებით, ანუ კალინინგრადისაკენ, რომ დაამყაროს პირდაპირ სახმელეთო კომუნიკაცია კალინინგრადის ოლქთან, მაგრამ ჰიბრიდული ომის სხვა ელემენტების გამოყენებას სულაც არ გამორიცხავ. რუსეთი მუდმივად ტესტავს ნატოს და მუდმივად მისი ავიაცია თუ დრონები შეფრინდებიან ხოლმე ნატოს წევრ სახელმწიფოებში, მერე განიდევნებიან, განა არა, მაგრამ ამით რუსეთი ეჭქვეშ აყენებს ნატოს როგორც ერთიანი სივრცის, როგორც კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის რეპუტაციას, რენომეს და რაც მთავარია ძალმოსილებას, როგორც ასეც. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის იმ ცდილობების დოკუმენტაციას, რომლებიც მიზნად ისახავს ბელარუსის უფრო ღრმად ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ ომში. ბელარუსი ჯერჯერობით თავს იკავებს, მეთქი ასე თუ ვიტყვი, ოდნავ გადაჭარბებული იქნება, მაგრამ ესე კონვენციურ ომში პირდაპირ არ ჩართულა, ესეც ფაქტია.
დიახ, რუსეთი ცდილობს, რომ პროვოკაცია მოვაწყოს ამა თუ იმ ქვეყნის წინააღმდეგ. და გამოსცადოს მათ შორის ნატო, როგორც ერთიანი ორგანიზმი. ნატო მართლაც სუსტია, მაშინ განსაკუთრებით, ან უფრო სუსტია, თუ მის ზურგს უკან არ არის ნატოსავე წევრი სახელმწიფო შეერთებული შტატები, რომელიც უნდა ჩაერთოს, ან ვალდებული იქნება ჩაერთოს მათ შორის კონვენციურ დაპირისპირებაში. თუ ეს კონვენციური დაპირისპირება შედგა მოხდა როგორც ასეთი, ოღონდ კარგად უნდა გავიგოთ, რომ 21 საუკუნიდან 21 საუკუნის 10-იანი წლებიდან კონვენციურ დაპირისპირებას აღარ ეწოდება მხოლოდ კონვენციური დაპირისპირება ხმელეთზე, ცაში თუ ზღვაში. კონვენციური დაპირისპირება ნებისმიერი ჰიბრიდული იერიში მიტანილი ამა თუ იმ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთი ეგრა მაგის პასუხია. როგორც ჩანს, განიხილავს არა მხოლოდ კალინინგრადის მიმართულების სუვალკის დერეფნის გამოყენებით კონვენციურ ან თუნდაც ჰიბრიდული ომის ელემენტების გამოყენებით სხვაგვარი სახის, სხვაგვარი ხასიათის იერიშებს, არამედ განიხილავს მათ შორის მოლდოვის წინააღმდეგ იერიშსაც, განიხილავს კვლავ ვიმეორებ და არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება მით უფრო ხვალზე. მე მგონია, რომ არც სუვალკის მიმართულებით, არც კალინინგრადის მიმართულებით და არც არსად რუსეთს ჯერჯერობით ძალა არ შესწევს. მაგრამ გარკვეულწილად რომ რუსეთი ებზადება, ეს კი ფაქტია. მაგალითად, ამის მადასტურებელი არის პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის დნესტრისპირეთის მოსახლეობისათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების წესებს ამარტივებს. ხო არ გეცნობათ სიტუაცია. ზუსტად ასე პუტინმა ხელი მოაწერა 2007-ში და 8-ში ბრძანებულებებს აფხაზეთის მოქალაქეებს მიეღოთ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობა და შესაბამისად ეს გამოიყენა ეს და კიდე სხვა ამბები გამოიყენა ეგრეთ წოდებულ საფუძვლად, რომ თავს დასხმოდა დამოუკიდებელ საქართველოს, მოლდოვას, საქართველოსაგან და უკრაინისაგან განსხვავებით საერთო საზღვარი რუსეთთან არ აქვს. ამიტომ ეს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება კვლავ ვიმეორებ სახმელეთო ოპერაციაზე ვლაპარაკობ. მაგრამ ჰიბრიდული ომის სხვა ელემენტების გამოყენებით ვინ თქვა, რომ რუსეთი ამაზე არ წავა. დაიდეთ გულზე ხელი და მითხარით პირველ საკითხს უბრუნდები. აიღეთ მარჯვენა ხელი და დაიდეთ გულთან. არის თუ არა რუსეთი დამნაშავე იმაში, რაც მან ჩაიდინა მანამდე 90-იან წლებში საქართველოს და ქართული ხალხის თქვენი ოჯახების, თქვენი ხალხის, თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულებში ის უნდა იყოს თუ არა მხილებული. უკვე შემდგომ რაც მან ჩაიდინა მაგალითად ჩეჩენიერის წინააღმდეგ, იცით რომ ალბათ რომ 250-300,000 მოქალაქე ადამიანი დახოცა ჩეჩნეთში ორივე ომის დროს. რაც მან ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ 2008-ში. რაც მან ჩაიდინა უკრაინის წინააღმდეგ 2014-ში. რაც მან ჩაიდინა საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ 2014-დან 22-მდე. რასაც ის ჩადის 22 წლიდან უკრაინის წინააღმდეგ. ხო თქვენვე ამბობთ და ქართული ოცნების წარმომადგენლებიც ამბობენ იმას და ყველანი ამბობთ იმას, რომ ამდენი და ამდენი მოქალაქეა დაღუპული. აგე 2-3 დღის წინ 20-ზე მეტი და 30-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ამოხოცა კიევში, მათ შორის ბავშვები რუსეთმა საკუთარი საჰაერო ავიაციის გამოყენებით მიიტანა რა იერიში არა სამხედრო ნაწილებზე, არამედ სწორედ მშვიდობიან მოქალაქეებზე, კორპუსებზე, ადამიანების წინააღმდეგ განახორციელა იერიში, რომლებსაც ასე პირდაპირ ვერ მიედავება ვერც თავად, რომ ისინი მონაწილეობენ რუსეთის წინააღმდეგ ომში. მონაწილეობენ ისინი, მაგრამ ესე ფრონტის ხაზზე არ არიან. რატომ გააკეთა რუსეთმა ეს ყველაფერი? იმიტომ რომ გატეხოს უკრაინა წელში. და როდესაც არ აქვს ერთი ადგილი ან უკანალი რომ ომის ფრონტის ხაზზე რამ დააკლოს უკრაინას, ის შესაბამისად უკვე წლებია, მე 5 წელი დაიწყო, იყენებს ამგვარ სტრატეგია ტაქტიკას, უტყავს უკრაინას ყველაზე მტკივნეულ ადგილას, კერძოდ ანადგურებს, უნადგურებს მშვიდობიან მოქალაქეებს. ხო და იმას ვამბობთ, თქვენს ხომ ამბობთ, თქვენს ხომ ადასტურებთ, რომ რუსეთმა ესეთი სერიოზული დანაშაულები ჩაიდინა. შესაბამისად, თქვენვე უნდა პასუხობდეთ, გამობიძინებულები რო არ იყვნენ, მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატები, უნდა პასუხობდეთ, რომ ხო რუსეთი დასადანაშაულებელია ამ ომის დანაშაულებში და ამგვარი ტრიბუნალის შესაქმნელია. აქვე ხაზგასმით ვამბობ, რომ როგორც ჩანს ზელენსკის და ირაკლი კობახიძის
ზელენსკისა და კობახიძის კომუნიკაციის ერთ-ერთი თემა, კომუნიკაციის დროს ერთ-ერთი თემა იყო სწორედ ეს საკითხი, ისევე როგორც სიბიჰასი, ანდრეი სიბიჰა არის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც კოლეგა მაკა ბოჭორიშვილს სთხოვა პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველოს მიერთებოდა და ისტორიის სწორ მხარეს დაამდგარიყო, მიერთებოდა ამ რეზოლუცია გადაწყვეტილებას. მაკა ბოჭორიშვილმა კი გითხარით, გადაწყვეტილება თავად ვერ მიიღო, ის დაუკავშირდა ირაკლი კობახიძეს, ირაკლი კობახიძე დაუკავშირდა ბიზიდა ივანიშვილს, ბიზიდა ივანიშვილი ვილისის და მართლაც FSB-ს რომელიმე კურატორს ივანოვს პეტროვს თუ სიდოროვს პირობითი გვარით და გადაწყვეტილება რასაკვირველია ვერ მიიღო ვერც ივანიშვილმა, ვერც კობახიძემ, ვერც ბოჭორიშვილმა, მიიღო ამ ლოგიკით თუ იმჯელებთ სწორედაც რომ მოსკოვმა და აუგზავნა საქართველოს ამგვარ რეზოლუციასთან, ამგვარ რეზოლუციაზე ხელმოწერა, ამგვარ რეზოლუციასთან მიერთება. ჩვენ გარკვეული პოლიტიკური სიგნალები გვაქვს. გვჭირდება რომ ამ ტრიბუნალს გლობალური ხასიათი ჰქონდეს. დღევანდელი მდგომარეობით ეს უკვე მხოლოდ ევროპით აღარ შემოიფარგლება. ეს სამართლიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა. ისიც კიდევ ერთხელ თქვენ რომ 15 მაისს მოლდოვაში 36-მა ქვეყანამ და ევროპის კავშირმა უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულის გამოძიებისათვის სპეციალურ ტრიბუნალში გაწევრიანების ვალდებულება აიღო. მიუხედავად იმისა, რომ კიშინიოვში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს 135 მინისტრთა კომიტეტის 135 სესიას საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული ბოჭორიშვილის ესწრებოდა, გაირკვა რომ საქართველოს რუსეთის ომის დანაშაულის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის მხარდამჭერ 36 ქვეყნის სიაში ჯერჯერობით კი არ არის, როგორც ამას წერს ერთ-ერთი სააგენტო, არამედ არ არის და არც იქნება. ახლა მე სხვაგვარად მოვატრიალებ ამ კითხვას, ამ თემას და დავსვამ კითხვას, აუცილებელი არის თუ არა საქართველოს და უკრაინას შორის, თუ ზარქუა ირაკლის არაუყვებით, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის დარეგულირება. დარეგულირება აუცილებელია. დარეგულირებისათვის გადმოდგა თუ არა ნაბიჯი პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელსაც დასანქცირებული მართლაც ყავს ირაკლი კობახიძე. კი, ირაკლი კობახიძე დასანქცირებული ყავს, მაგრამ ზელენსკიმ ეს ყველაფერი თითქოს დაივიწყა 5-10 წუთიდან 10 დღით და გადმოდგა ნაბიჯი საქართველოს პრემიერ-მინისტრისაკენ და თქვა რომ მოდი ვილაპარაკოთ მნიშვნელოვან დაგროვილ საკითხებზე. ამასაც ხო პოზიტიურად უნდა ვაფასებთ. და ვაფასებთ კიდეც თუ გვარად, არა, გვარსახელით ირაკლის ზარქუები არა ვართ, ან უფრო ზუსტი რომ იყოს სხვა ადამიანიც იქნება ამ გვარსახელით, მაგრამ ირაკლის ზარქუასნაირი პატარა ტვინი თუ არა გვაქვს ამ თავის ქალის მიღმა თავში. არ გვიდევს პატარა ტვინი. ირაკლის ზარქუა პირობით სახელი აქვს ქართული ოცნების წარმომადგენლებს გულისხმობ, მეც იმას რასაკვირველია. მოკლედ ყველაფერს დადებითად უნდა ვაფასებთ. როცა გადმოდგა ნაბიჯი შენსკენ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერმა, შენც უნდა გადადგა ნაბიჯი. წესითა და რიგით. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებად წოდებულმა პარტიამ ეს ნაბიჯი აღარ გადადგა. ახლა მე გეკითხებით. ურთიერთობები დარეგულირდება თუ არა? და როცა აღარა დარეგულირდება, როცა გაჯავრდება ოფიციალური კიევი მორიგჯერზე, როცა იქ იქნება დიპლომატიური სკანდალები, როცა იქ იქნება გარკვეული გაუგებრობები, როდესაც გაკეთდება მძიმე განცხადებები კიევიდან თბილისის მისამართი და თბილისიც არ დააკლებს, არ დაგიმალავთ ამას, ვისი ბრალი იქნება ეს ყველაფერი? იქნება თუ არა ეს კლავაც თბილისის ბრალი, რომელმაც აბსოლუტურად აბსურდული მიზეზით მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ არ შეერთებოდა ამ რეზოლუციას. კლავ ვიმეორებ ომის დანაშაულებში რუსეთის დადანაშაულების თაობაზე ტრიბუნალის შექმნის აუცილებლობის თაობაზე, აუცილებლობის შესახებ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის რეზოლუციას. კარგად ვერ ჩამოვაყალიბე, მე მგონი ეს წინადადება, მაგრამ აზრი გასაგებია. იქნება თუ არა ეს თბილისის ბრალი? რასაკვირველია იქნება. იმიტომ რომ თბილისმა კვლავ უგანა უკრაინას. და ახლა გამოვა რომელიმე უგვანი, კიდევ ერთხელ ეს სიტყვა, რომელიმე დეპუტატი ან პოლიტიკოსად წოდებული ქართული ოცნებიდან და დაგვიმტკიცებს, რომ 600-ზე მეტ რეზოლუციას დაუჭირა მხარი. 600-ზე მეტი რეზოლუცია ჯერ ერთი არ არის, 600 რეზოლუცია არ არის, როგორც მახსოვს მოვითვალე 418-478, ეს შტამბეჭდავი რაოდენობა აგანა არა, მაგრამ ამ 458-478 თუნდაც 600-დან 600-ვე, ანუ ყველა რეზოლუცია არის ჰუმანიტარული ხასიათისა. გენერატორები გაუშვათ, არის თუ არა ეს ჰუმანიტარული კატასტროფა, უნდა შეწყდეს თუ არა ომი, უნდა დამთავრდეს თუ არა ომი, უნდა დამყარდეს თუ არა მშვიდობა და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც კი არსებით გადაწყვეტილებამდე მიდის ტრიბუნალის შექმნა არის არსებითი და კონცეპტუალური გადაწყვეტილება მთელი მსოფლიო
ან უკრაინა ამგვარი ინიციატივით გამოდის და სხვა ქვეყნებს სთხოვს, რომ ისინი მიუერთდნენ მყისიერად საქართველოს ითამაშობს არა სწორ თამაშს, არამედ პრომოსკოვურ თამაშს, მოსკოვურ თამაშს. და ეს კიდევ ერთხელ მადასტურებელია, რომ ისინი დამოუკიდებელნი არ არიან და ისინი დამოუკიდებელ პოლიტიკას არ აწარმოებენ. აი ეს არის რეალობა. ამასობაში სხვა რამეზე შეგვიძლია ცხადია საუბარი. მაგალითად უნგრეთის პოზიციაზე უკრაინასთან იმართებაში როგორი არის და როგორი იქნება ის სლოვაკეთის პოზიცია როგორ ტრანსფორმაციას განიცდის დროთა განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცეში მყოფი ქვეყნებიდან საქართველოს უფრო გიბოდიშებს საქართველოს ხელისუფლებაზე მეტად ჩასწორილი არც ერთი ქვეყანა არ არის ბელარუსს არ გულისხმობს ხათი ეს ქვეყანა არ არის და საქართველოს კი არ ემსგავსება არამედ უკვე არის ბელარუსის მსგავსი სახელმწიფო უბრალოდ ჩვენ ქართულ საზოგადოებაში თავისუფლების სიყვარული არის გაცილებით დიდი და მძლავრი ვიდრე ბელარუსულ საზოგადოებაში რომელსაც რასაკვირველია არ ვაკნინებ და შეურაცხყოფას არ ვაკეთებ ანუ არ შეურაცხყოფ ესეც უნდა ვთქვათ ბელარუსელებიც განთავისუფლებიან ქართველებიც განთავისუფლებიან უკრაინა ხო განთავისუფლდება ცენტრალური აზიის სახელმწიფოების განთავისუფლება სომხეთზე აღარებს ლაპარაკობ აზერბაიჯანზე მოლდოვაზე და პრინციპში არც აღარავი დარჩა რუსების განთავისუფლებიან ადრე იქნება თუ გვიან დიქტატორი პუტინის და მსგავსი ტიპების მარწუხებისაგან და ეს თეორია რომ პუტინის შემდეგ მოდის მასზე უარესი არის ბულშიტ არავინ არის უარესი არ მოდის იმიტომ კი არა რომ უარესები არ ჰყავს არამედ იმიტომ რომ ვერც ერთი მათგანი მომავალში მოსული ვერ გაბედავს მეორე პუტინის როლის თამაშს ვერც ერთი მათგანი ვერ გარისკავს რომ ისევე ჩაეწეროს სანაგვეში და ჯოჯოხეთში ისტორიისა როგორც ეწერება პუტინი იქ და ბიძინა ივანიშვილი კი აქ ესეც უნდა თქვათ ნახვამდის